აი ამ ვიდეოს თუ უყურებ, მე შენ გეტყვი როგორი ადამიანი არ უნდა იყო. რაღაცნაირად ახლა ერთი ამბავი ამომიტივდა კონდომაში, რომელიც არ მაბრაზებს უბრალოდ აი რაღაცნაირად ცოტა აი მწყინს და ეს რომ მწყინს, იმიტომ მწყინს, რომ ერთი გოგონა სახელად მარიამი ჩემთან კონსულტაციებზე დადის წლები. ანუ ძალიან დიდი ხანია დადის. და უშლი ხოლმე ეს კონსულტაციებს ეს რაღაცა ვუტარებ ძალიან ისე და ყოველთვის ვეუბნებოდი ხოლმე ამ გოგონას, რომ ну აი ერთი წლის განმავლობაში არ ჩანდა თავისი პარტნიორი გაბიდოდა კომუნიკაციაზე, რადგან ანუ იყო ძალიან დიდი მაგიური ზემოქმედება, ვეუბნებოდი, რომ ენერგიები გასაწმენდი აქვს, რომ ვიღაცა მუდმივად ებრძვის მის ენერგიებს და არის ადამიანი ამ მდგომარეობაში მეთქი. როდესაც მარიამს ვეუბნებოდი ამ ყველაფერს, აი ბოლოს ერთი თვის უკან მითხრა, ერთი უკითხვა გამიშალეო, აი ნისიადო და მე ამ კითხვაზე გაგცემ, ანუ ჩაგერიცხავ რამდენიმე ორშაბათს, აი პარასკევს მეუბნება, რომ ორშაბათს ჩაგერიცხავ. ოკეი, კარგი, ანუ ტარო ზოგადად უფასოდ გაშლა არ შეიძლება, ზოგადად უნდა აუცილებლად დააბრუნა ენერგია და ასე შემდეგ. გავუშვანე და ვუთხარი, ну როგორ და რანაირად კიდე ჩანს რომ იწერება ეს სიტუაცია, ну რაღაცა ამავდროულად ეს ადამიანი გავიდა ამ ადამიანთან კომუნიკაცია, კარგად არ რაღაცა ცოტა ნეგატიური ასპექტებით, იმიტომ რომ ნეგატივი აქვს ადამიანს, აი გოგოს ვერ შევაგნებინე, რომ აი ნეგატივი აქვს ადამიანს და ოკეი, კაი გაუწმინდა, მაგრამ აი თან მეუბნება რომ მე არ ამიხდაო, იყო რასაც მეუბნებიო, ეგრეო ანუ ჯერ არ მოუწერიაო და მეც ხო ვეუბნები რომ არ მოუწევს სანამ შენ ენერგიას არ გაუწევ. ანუ ზოგჯერ მგონია რომ პრობლემა აქვს ადამიანებს მოსმენის აი კულტურა შენაგან და მეორე რადგან წინაო თვეებში ესეო გაიწელა მოწერა, როცა ვუთხარი რომ გაიწელება მოწერა, რადგან ენერგიას თუ არ გაუწევ შეიძლება კიდე გადავიდეს მაგის მოწერის თუ არის მე აღარ ჩაგერიცხავ, ჩაგერიცხავ თანხასო, მაგრამ იმის მერე 8 ჯერ 5 ორშაბათი გავიდა. და ანუ ეს ადამიანი მეორეს მონოტორულად რომ მე ახლა ეგრევე ამდენი ხანი რომ გავიდაო და ადამიანი ბიჭო ვერ გაეწმინებოდა ენერგია შენ იმას ისე პათოსური მიდგომით და არაადეკვატური მიდგომით ხო შენ აი მორალი და ენერგია არ იწმინება, ნუ ეგრე არ ხდება და შესაბამისად რაღაცა სახლის პირობებში მაინც გაუწმინე ენერგია იმ ადამიანს რომ მაქსიმუმ აზრზე მოვიდეს და მინიმუმ შენ მოხვიდე აზრზე რომ გავს რაღაცა არ გააგრა და მეორე ანუ ადამიანის შრომას უნდა ცეთ პატივი როცა გეუბნებით რომ არ შეიძლება ტაროს ენერგეტიკული გაშლა მე ამ ადამიანს მითხარი რომ ანუ მიჩუქნია მეთქი შენთვის ეკოლით ხო ანუ მართლა მიჩუქნია თქო იმიტომ რომ ну აი ჯანდაბას რა აი თუ გინდა მიზერულად ერთი ლარი დამერცხებ ხო და მიჩუქნია თქო იმიტომ რომ მეც არ დავზარალდა ენერგეტიკულ და შენც არ თქო და ეს გოგო დგას ბეყესავით ეს და მაინც ამ თავის საწვება ანუ არც კულტურამაც მაინც არც ენერგიამაც მაინც აი არაფერი დედამიწის და რა მინდა რომ არ მითქითხათ რომ აი როცა ადამიანთან მიდიხარ სპეციალისტთან ის გეუბნებათ რაღაცას თქვენ ან გაიგეთ მისი ნათქვამი სწორად ან აი რას ნიშნავს რომ რადგან მაინც არ გამოვიდა კონტაქტს და მეც ხომ მაგას გეუბნები რომ ვერ გამოვას ამ ენერგია არ გაიწმინდება 2-3 თვე ჩანდა ხოლმე ენერგია კომუნიკაციაზე კავშირის მაგრამ თუ ადამიანს აქ ნეგატივი შეიძლება გაიწელოს წლები და თან მომეორებდი რომ სახლის პირობებში გაუწმინე ენერგია რომ გამოვიდეს ხო თუმე არ იცხოვს თანხას იმის გამო რომ ეგ ჩემთვის ვერასდროს და აი გამოდის და ხატებს აზიარებს და ეკლესიაში სურათი ანუ ხატებს უკან ამოფარებული არაადეკვატურები ხო გინახავთ და აი ეგეთი ადამიანები არ იყოთ არასდროს მაქსიმუმ იმიტომ რომ სულ რომ მართლა თქვა არ იყო არაფერი მოაყოფილი ხო აი ადამიანის შრომას უნდა სცეპატივი შენ სიტყვას უნდა სცეპატივი და არა ადამიანი არ უნდა იყო პირველ რიგში რა ჩემი რჩევა ზოგადად ეს იქნება საჯარო გაშლა კი იყო სახელწოდებით ვინ ხართ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანისთვის ამჟამად თქვენ ჩაფიქრებული ადამიანისთვის ხართ ადამიანი რომელიც ძალიან დიდ სტაბილურობაშია მაგრამ თან ამავდროულად ძალიან დიდ საკუთარ თავთან ბრძოლაში. თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი, თქვენთვის არის ადამიანი, რომელიც თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა აი რაღაცა მასთან ერთად გაგრძელოს ცხოვრების ავანჩავანი და ეს ყველაფერი ეხმარება ყოველდღიურობის გადატანაში. თითქოს გზა და სიშორეა თქვენ შორის და სიყვარული, რომელიც ყოველდღიურობას ავითარებს, აპროვოცირებს, ამრავალფეროვნებს და ძალიან დიდ ენერგიას გაწვით ორივე თქვენგანს. თითქოს თქვენ შორის არის ძალიან დიდი განცდა, რომ ერთმანეთთან არაფერს
ვერ მიაყოთ, ხა ეგრე გქონიათ და მისთვის ის ძალა და ენერგია ხართ, რომელსაც სამყარო ჩუქნის ამ ადამიანს. მადლობა ყველაფერთვის.